აბა ვილოცავ და დავიწყო. ისე აღგავ პრინციპი და სიკრეტისა და ფუნქციური და საფრთხე და ცხოვრების ინტერესი. ისე აღგავ სიკრეტი და სიკრეტისა და ფუნქციური და საფრთხე და ცხოვრების. ისე აღგავ სიკრეტი და სიკრეტისა და ფუნქციური და საფრთხე და ცხოვრების ინტერესი. აღგავი იგი წვიმიანმა ამიტმა არ შეგაშინა და მაინც მოხოდით ხო. ტელეფონების ხმა არ გავიგონებ, დაგხოცავს უკვე. ბავშვები, აბა ხო, ჩვენ ამ ხუმრობაში მივედით უკვე მე-20 თავზე. და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ვკითხულობ. მე-20 თავი იწყება იგავით. რამე თუ მსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთია დადგინებად მუშაკთა ვენახსა თვისა. თქვენ ეს იგავით ჯერჯერ მოგისმენიათ, მაგრამ ეხლა ვცადეთ რომ კარგად გავიაზროთ ისე როგორც საჭიროა, ხო? ანუ აი ამ ლექციებს უპირატესობა რა აქვს, იცით? ეხლა ქადაგების ფორმატთან შედარებით, რომ აქ მეტი დრო გვაქვს ჩვენ და შეგვიძლია რომ ისე გემრიელად კარგად ჩაუჯდეთ და გავიაზროთ თითოეული სიტყვა. იმიტომ რომ ეხლა იქ მაინც ჩვენს ვცდილობთ ხოლმე რომ მაქსიმალურად კომპაქტურად მოვაქციოთ ჩვენი საქმელი სასულიერო პირები. თქვენს დაღლილები ხართ, თქვენს გეჩქარებათ, ამიტომ ეხლა აქ ხედხართ, ისმენთ და ამიტომ ჩვენს გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ცოტა უფრო საფუძვლიანად განვიხილოთ ყველაფერი. ანუ საუბარია ადამიანზე, სახლისა უფალი, ანუ ესეთი შეძლებული ადამიანი, რომელსაც თავისი მიწები აქვს, ყავს თავისი მონები, მოსამსახურეები, რომელიც გავიდაო განთიად, ანუ დილით ადრე დადგინებად მუშაკთა ვენახსა თვისა, რომ ეშოვა მუშა ხელი ადამიანები, რომლებსაც დააყენებდა სამუშაო თავის ვენახში. იპოვა ესეთი ადამიანები და აღუთქვამათ სასყიდელი თითოეულსა დრახკანი დღესაშინა და წარავლინა იგინი ვენახსა თვისა. და შეპირდა თითო დრახკანს. ანუ დილით ადრე გავიდა, იპოვა რაღაცა გარკვეული ნაწილი ადამიანებისა და უთხრა წამოდით ჩემთან იმუშავეთ ვენახში და დღის ბოლოს მე თქვენ მოგცემთ ერთ დრახკანს. ერთი დრახკანი, ისე ცნობისათვის რო იცოთ, საკმაოდ დიდი ფული იყო. მით უმეტეს ეხლა ერთ დღეში ასაღებად და საკმაოდ უღირდათ რა მათთვის, ანუ თქვა გაცილებით ნაკლებიც რო შეეთავაზებინა, შეიძლება მასეს დათანხმებულიყვნენ. მე ხასუს ამას და რატომ მე გეტყვით ამას ბოლოსკენ. გაცილებით ნაკლებზეც თანახმა იქნებოდნენ, შეიძლება სამჯერ ნაკლებზეც თანახმა ყოფილიყვნენ და მათ გაეხარდათ ძალიან, რომ ერთი დრახკანი აღუთქვა რა ამ კაცმა, რომ თქვენ მოდით იმუშავეთ და რა გინდათ, მე მემეტება, მე თითო დრახკანს მოგცემთ თქვენ. ესენი დათანხმდნენ და სიხარული წავიდნენ დილით. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხვანი, გომარენი უბანთა ზედა უქმად. გადის უკვე რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ. სადღაც 3-4 საათის მერე გადის. კიდევ, იმიტომ რომ დიდი ვენახი აქვს ამ კაცს და ბევრი აქვს სამუშაო ახლა იქ რა. და იპოვაო კიდევ სხვებიო, რომლებიც უქმად იდგნენო რა. არაფერს არ აკეთებდნენ, ვიღაცები რა. და იმათაც უთხრა, წაროდი თქვენსა, ვენახსა ჩემსა და რა იგი იყო სამართალი მიგცეთ თქვენ. თქვენ წადითო. ხა უყურეთ დაუყურდით მნიშვნელოვანი რაღაცებია ძალიან რა, აი ყველა ნიუანსი. თქვენც წადით იმუშავეთ ჩვენს ვენახშიო. ეხლა უყურეთ თქვენც წადით რას ნიშნავს? ანუ იმათმა უკვე იციან, რომ ვიღაცები დილიდან მუშაობენ იქ. არ ეუბნება ამათ თქვენ რამდენს, იმათ ხო აღუთქვა რომ ერთ დრაკანს მოგცემ. ეხლა ამათ არ ეუბნება და არ უკონკრეტებს, ეხლა ერთ დრაკანს მოგცემ, ნახევარს მოგცემ, მესამეც მოგცემ, არაფერს არ ეუბნება რა. თქვენ წადითო და რაც იქნება მოსაცემი, ანუ ღირსიც იქნებითო, რასაც გამოიმუშავებთო, არაფერს არ დაგაკლებთ და იმას მოგცემთო რა.
ისინი წავიდნენ, იმათაც უღირთ. მიაქციეთ ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ არ იციან კონკრეტულად რამდენს მიიღებენ ეს ადამიანები. მაინც უღირთ და მიდიან. ეს მესამე ჟამს დაძახებულები, ასე ვთქვათ. და მერმე განვიდა მე-6-სა და მე-9-სა ჟამსა და ყო ეგრეთვე, ანუ რაღაცა დროის შემდეგ კიდე წავიდა, კიდე იპოვა ვიღაცა უსაქმურები, მერე კიდე წავიდა, კიდე იპოვა უსაქმურები და ისინიც გაუშვა სამუშაო, წავდით თქვენს და იმუშავეთ. საქმე ბევრია. ხოლო მე-11-სა ჟამსა განვიდა და პოვნა სხვანი მდგომარენი და ქვამად. რა ისაზდეგი თქვენ აქა დღე ყოველ უქმად? ნახეთ, გადის მე-11 ჟამს, მე-11 ჟამი, ეს 11 საათი არ გეგონოთ თქვენ. იქ ჟამები სხვანაირად იყო დაყოფილი რა. ანუ საღამო დრო არის უკვე, ანუ სამუშაო დღის მიწურულია, ანუ განთიადრო წერია ჩვენ შეგვიძლია ვიანგარიშოთ სადღაც ესე დილის 6 საათი სავარაუდოდ, შემდეგ შესაბამისად ეს მე-3, მე-6, მე-9 ჟამნები და მე-11 ჟამი, ეს არის უკვე დრო, როდესაც უკვე სამუშაო დღე უკვე თითქმის დასრულებულია. რაღაც ძალიან ცოტაა დარჩენილი, თქვა სამუშაო, თქვა 9 საათი ან 1 საათი რა. ანუ დღე მიიწურა უკვე და ამიტომაც არის რომ უფალ ეუბნება, ნახეთ რას ეუბნება რომ რას გახართო მთელი დღეო აქ უქმათო. ესე იგი მთელი დღე გასულია უკვე. და ესენი დგანა. ესენი პასუხობენ. ხოლო მათ თქვეს მას ვითარმე. არავინ დამიდგინა ჩვენ. არავინ არ მოვიდაო და არავინ არ დაგვიქირავაო ჩვენო რომ ჩვენ რაღაცა გაგვეკეთებინაო მის მამულში რა. ანუ მათ კი უნდათ მუშაობა. მაგრამ არავინ არ დაიქირავა. ეხლა აქ ჩვენ იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს მათი სიზარმაციის შედეგიც არის, იმიტომ რომ შეიძლება ისეთ დროს არ გამოვიდნენ, როდესაც თქვა შეიძლებოდა ვიღაცას ეთხოვა მათთვის, რომ წამოდიდე ჩემთან იმუშავეს. ანუ აქ მარტო ის პრობლემა არ არის და მარტო ის მიზეზი რა არის, რომ თქვა რაღაცა სხვებმა არ დაიქირავეს. ამათი მიზეზიც იყო, ამათი სიზარმაცეც იყო მიზეზი იმისათვის, რომ თქვა დღის განმავლობაში მთელი დღე უქმად დაყვეს. თქვა მათ, ეხლა ამათაც ეუბნება. წარვადით თქვენსა ვენახსა ჩემსა და რა იგი იყოს სამართალი მიიღოთ. თქვენს წადითო და რაც სამართალი იქნება, ანუ რაც გეკუთვნოდეთ იქნებაო, იმას მოგცემთო რა. ამათაც უღირთ. იმიტომ რომ ეხლა სულ არაფერს ეხლა დღის განმავლობაში მთელი დღე ისე გაიარეს, რომ უქმად იყვნენ და კაპიკი არ აქვს. ეხლა ფიქრობენ თავიანთ გულში რა, რომ ეხლა სულ რა ვიცი, ეხლა ჩვენი გაგებით რო ვთქვა, ეხლა სულ 20 თეთრი მოგცეს, ისიც ხეირიაო ალბათ ფიქრობენ რა, სულ არაფერსო რა. და წავიდნენ ესენიც სამუშაო. მithumedes ეხლა ბევრი არაფერი დაგვრჩენია, რაღაც 1-2 ხელის განძრევა მოგვიწევსო, ღამდება უკვე, ბინდდება რა, სამუშაო დღე მიწურულია უკვე რა. დავითარცა შემწუხდა, ანუ როცა მოსაღამობდა, დაბნელდა და დამთავრდა სამუშაო დღე, რქვა უფალმან სავენახისამან ეზოს მოძღვარსა თვისა. მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი, იწყე უკანასკნელიდან ვიდრე პირველამდე. თავის მოურავს დაუძახა ამ კაცმა და ეუბნება, წადიო დაუძახე იმ ჩემს მუშებსო, რომლებიც მუშაობენ ჩემს ვენახშიო, დამთავრდა უკვე სამუშაო დღეო და ყველას მიეცი რაც ეკუთვნითო და ბოლოებიდან დაიწყეო და პირველით დაამთავრებო, ანუ უკანასკნელიდან იწყეო, ვიდრე პირველამდეო. მოვიდეს მე-11-სა ჟამისანი იგი, ეხლა მიაქციეთ ყურადღება რა ხდება, საინტერესო ამბები ვიწყებ. მოვიდეს მე-11-სა ჟამისანი იგი და მიიღეს თითო დრახკანი. ანუ ის ხალხი, ვინც სულ ბოლოს მივიდა და 9 საათი რაღაცა გაიფაფხურეს ცოტა, თითო დრახკანი მიიღეს. არ დასიზვრებიან, არ ფიქრობდნენ. საერთოდ თუ შეიძლება ამ ხელა გასამჯელო მიიღოთ მათ. ანუ მიხვდნენ რომ აშკარა ძალიან დიდი საჩუქარი მიიღეს. და ნუ ეხლა წარმოგიდგენიათ ალბათ ხო მათ გულში რა ხდება რომ ამ ხელა საჩუქარი ვა დიდი მადლობა და ეხლა რა იქნებოდა ეხლა მათი მადლიერება ხო რამ ხელა იქნებოდა ამ ადამიანის მიმართ იმიტომ რომ ეხლა ისინი ელოდნენ რომ ეხლა ნუ რაღაცას მიზერს მიიღებდნენ და იმ მიზერითაც კმაყოფილი იქნებოდნენ იმიტომ რომ წავიდნენ ისინი სამუშაოდ ხო და მზად იყვნენ რომ რასაც მისცემდა ბატონი ამ ვენახის იმაზე კმაყოფილი ყოფილიყვნენ და უცებ მიიღეს ამ ხელა საჩუქარი თითო დრაკა და მიეცეთ ყურადღება რომ აქედან ესე ჩანს იგავიდან რომ
რო გადიან ესენი ანუ ხო შემოდიან მე უკუნა დაიწყო და პირველამდე მიდიო რა ისინი იქ დგანან და ელოდებიან ანუ ყველა ერთად არის შეგროვილი შევიდნენ ამ მოურავთან მოკლედ ეს ჯერ ბოლოს მოსულები მიღეს თითო დრაკანი გამოვიდნენ ხო ეხლა ესენი უყურებენ რა ვინც პირველ ჯამიდან მივიდნენ რა და უყურებენ რომ ეხლა ამა თითო დრაკანი მიცა ესე იგი ჩვენ რაღაც ძალიან კეთილია და ჩვენ ესე იგი უფრო მეც მოგცევს მოვიდეს პირველი სანისა იგი და გონებდეს ვითარმედ უფრო ისი მიიღო ხედავთ ანუ გადაახდა უფალი დანარჩენებს თქვათ იქ მესამე ჯამზე მოსულებს მეექვსე ჯამზე მეცხრე ჯამზე და პირდაპირ მივიდა უკვე პირველებთან ანუ ისინი გაიარა უკვე იმათაც თითო დაურიგა ყველას და მივიდენო ისინიცო ვინც დილიდან განთიადიდან იყვნენ და იმუშავე მთელი დღე დაშვენ მთელი დღე დაიტანჯნენ და მიიღეს მათსა თითო დრაკანი იმათმა თითო დრაკანი მიიღეს ხოლო მირაიღეს დრუტვინვიდეს სახლისა უფლისა მისთვის და იტყოდეს ვითარმედ უკანასკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს და სწორ ჩვენ და ხვენ იგინი რომელთა ვიტვირთვეთ სიმძიმე დღისაი და სიცხე აი ძალიან მინდა რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენ ხო საერთოდ ეს ტრადიცია გვაქვს და ვიცით რომ სახარებას რომ კითხულობ და ვარჩევთ მით უმეტეს სულ ვცდილობთ რომ სახარება თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების სიგნეა და ჩვენ ყოველთვის ჩვენი თავი უნდა წარმოვიდგინოთ და გავიაზროთ ბოლომდე ეს ყველაფერი რატო ხდება რისთვის ხდება რომ ჩვენი თავი უნდა დავინახოთ იმ ადამიანებში და დამიჯერეთ რომ ხშირად დაინახოთ აი ეხლა თუნდაც რა ჩვენ საკუთარ თავს ყველაფერი ჩვენთვის არის სასწავლებელი ნახეთ მივიდნენ და დრტვინავენ არ მოწონთ ეხლა ეს სიტუაცია რა რომ რატო მიიღეს იმათაც ვინც ძალიან მცირე ხანი დაყვეს სამუშაოზე იმდენივე ამდენიც ამათ მიიღეს ანუ ეხლა ესენი თავიანთ სამართლიანობის პრინციპს თავისებური საზომით ზომავენ რომ ეხლა თუ ჩვენ ერთი დრაკანი ავუთქვი და ერთ დრაკანს გვაძლევ მაშინ იმათ შესაბამისად უნდა მისცე ნაკლები რა მესამე ჟამზე მოსულებს ცოტა ნაკლები მეექვსე ჟამზე კიდევ უფრო ნაკლები მეცხრე ჟამზე უფრო ნაკლები და მე-11 ჟამზე რაღაცა რა ცოტა რაც იმათ ეკუთვნით რა ანუ მათთვის აი ესე აქვს ანუ მათ თავიანთ გონებაში წარმოდგენილი აქვს ეს მერტის სამართალი გამიგე და ღვთის სიმართლით კი არ სჯიან და კიდე გეუბნებით რომ მე ჩვენზე ვლაპარაკობ ეხლა და შევადარებ მე კიდე კონკრეტულად რა ღვთის სიმართლით კი არ სჯიან საკუთარი საზომით რა ზომავენ უფალსაც და მის მოწყალებას და მის კაცმოყვარებასაც რა და ეხლა მაგათ საზომში კიდე მეორე ვარიანტი ესეთი წერია რომ თუ ეხლა მე-11 ჟამისას მისცა თითო ესე იგი შესაბამისად ამათ ალბათ რა ვიცი ეხლა 7-დან 8 ეკუთვნოდათ რა თუ უფრო მეტი არა კიდე ესე ზომავე თვითონ რა ესე წარმოუდგენიათ და ამ დროს მიიღეს თვითონაც თითო და ეს გახდა მათთვის უკმაყოფილების მიზეზი უკვე რა და აი ეხლა მოდი ვნახოთ როგორ ამხელს მათ უფალი და სად არის აქ ჩვენი სოდვა როდესაც ჩვენც იგივე გვემართება ხოლმე უყურე რა ხდება ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და თქვა პასუხობს უფალი ეხლა მოყვასო არას გავნებ შენ ანუ არაერთი დრაკანი აგითქვია შენ მე შენ რამე დაგაკელიო ეუბნება უფალი მე შენ ერთი დრაკანი არ აგითქვი დილით როდესაც გამოვედი და დაგაკელი რამე რაც შეგპირდი იმას ხო გაძლევ და შენ ხო ბედნიერი იყავით სამდე იმაზე რომ მე შენ ერთი დრაკანი აგითქვი შენ შეიძლება ნატრულობდი დილით რომ გამოხვედი სამუშაოდ რა ნეტა ეხა ვინმე მოვიდოდეს და მთელი დღის განმავლობაში ეთი მეოთხედი დრაკანი მომცეს რა ან ჯანდაბას ნახევარი რა და ამ დროს მე მოვედი და ერთი დრაკანი აგითქვი და შენ სიხარულით სასეწიე შენ ის არა ხარ ეუბნება უფალი და შენ მთელი დღე ხო სიხარულით იმუშავე აი ერთი დრაკანის მოულოდნელში იმიტომ რომ იცოდი რომ ერთი დრაკანი უნდა მიგიღო რომელიც შენთვის დიდი თანხაა შენ შეიძლება 5 დღე და 1 კვირა გემუშაო და ეს თანხა ვერ გაეკეთებინა მაგრამ მე ვარ კეთილი და მე შეგპირდი ამას და რა შეგპირდი განაისარ მოგეცი რა გინდა მე რატომ მედავები რატო ხარ ჩემთან უკმაყოფილო
აი დაუყუდით რამხელა რაღაცა, რამხელა სიბზნეა და მე როგორ ასაგზელებს უფალი? მიიღე შენი და ვიდოდე. რაც შეგვირდიო, მოგეციო და წადი კმაყოფილი და იყავი მადლიერიო. რაც მოგეციო იმისიო. ხოლო მე მნებავს უკანასკნელს ამას მიცემა ვითარცა შენ. მე მინდაო რომ იმათო ვინც მე-11 ჟამზე მოვიდანო იმათაც იმდენივე მივცე რამდენი შენ მოგეციო. რა ჩემი ნება არ არისო? როგორც შენთან იყო ჩემი ნება რომ მომეცა შენთვის ერთი დრაკანი და შენ რო არ დაგსიზღვრებია იმ ხელა თანხაზე მოგირიგდი და გაძლევ. კაცო ჩემი ეს ფული და ისე მე მინდა რომ ამასაც იგივე მივცე. კაი ხასიათზეო რა ბოლოს და ბოლოს რა. შენ ვინ გეკითხება? შენ რატო დრტვინავ? რატო ხარ უმადური? მაგის გამო შენ ის მოგეცი რასაც შეგვირდი. კაპიკი არ დამეკლიერ შენთვის რა შენ განვაძლევ იმას? შენ მოგაკელი და იმას ვაძლევ? შენ ხო იმას გაძლევ ზუსტად რაც შენ აღგიტყვი. და შენ რატო ხარ უმადური და უკმაყოფილო ამის გამო? ანუ არა ჯერ არ საჩემდა რაიცა მინდეს ყოფა ჩემსა ზედა? ნუ თუ არა მაქვსო უფლებაო რომ ისე განვაგო ჩემიო შემოსავალი როგორც მე მინდაო. ეკითხება უფალი. არამე თვალი შენი ვიდრე მე ბოროტას, ხოლო მე სახიერ ვარ. და მიაქციეო ყურადღებაო შენო როგორი ბოროტი თვალი გაცო. და მერეო შეადარე ჩემს სიკეთესო. რომ მე როგორი კეთილი ვარო. და შენი თვალი კიდე როგორი ბოროტიაო. და უყურე რას ამბობს მერე უფალი ესრეთ იყვნენ წინანი უკანა და უკანანი წინა. რამე თუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. რას ნიშნავს მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ? ვინ არიან ჩინებულნი? ჩინებულნი ვარ თითოეული ჩვენთაგანი. თითოეული ქრისტიანი ვინც თავს ქრისტიანად თვლით, ვართ მონათულები, გულზე ვკიდია ჯვარი და მიგვაჩნია რომ ქრისტიანები ვართ. თითოეული ჩვენთაგანი ვართ ჩინებული. ანუ ღმერთმა მოგვიწოდა ქრისტესადმი მიმსგავსებისაკენ, სრულყოფილებისაკენ. თითოეულ ჩვენთაგანს ვინც ვართ ქრისტიანები. ვინც არ არიან ქრისტიანები, იმათ არ ეხებათ ეს. ყოველ შემთხვევაში ესეთი რანგის პასუხისგებლობით, როგორც ჩვენ გვეხება, იმათ არ ეხება. მაგრამ ქრისტიანებს გვეხება თითოეულ ჩვენთაგანს. და რჩეულნი ვიღა არიან მაშინ? თუ ესენი არიან ჩინებულნი, ვინ არიან რჩეულნი მაშინ? რჩეულნი არიან ის ადამიანები, ჩემო ძვირფასებო, ვინც თვითონ მოინდომებს და აფასებს ამ ღვთისგან მოწოდებულობას და ბოლომდე გაირჯება. ჩინებულნი თითოეული ჩვენთაგანი ვართ. თითოეულ ჩვენთაგანს მოგვიწოდა უფალმა იყვენი თქვენ სულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათა ის სულ არსებობს. მაგრამ ყველანი არ მოვინდომებთ ჩვენ არჩეულობას. უყურეთ, ჩვენ ბევრჯერ გვითხოვ ძალიან ეს ერთ-ერთი ძირეული საკითხია ქრისტიანობის, ამიტომ უფალი რამდენიმენაირად სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა მხრიდან ეხება, სხვადასხვა იგავი მოყავს, იგავის გარეშეც ბევრჯერ საუბრობს, რომ ადამიანის გადარჩენა, ადამიანის ხონება არ არის მხოლოდ ღმერთზე დამოკიდებული. აქ უმთავრეს როლს თვით ადამიანი თამაშობს. იმიტომ რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება, რომლითაც თვითონ წვეთს. სურს მას უფალთან ყოფნა თუ არ სურს. სურს მას მადლიერებით მიიღოს უფლის მსხვერპლი თუ არ სურს. აი, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ როგორ უდგება ადამიანი. როგორ ხედავს, რა თვალი აქვს, საიდან იყურება. შენ თუ გინდა გადარჩები. შენ მოგიწოდა უფალმა, შენთვის გაეკრა ჯვარზე. თითოეული ჩვენთაგანისათვის ვინც აქვს ხედვა, თითოეული ჩვენთაგანისათვის გაეკრა უფალი ჯვარზე. მაგრამ სამწუხაროდ ყველა ჩვენთაგანი ვერ ცხონდება. ყველა ჩვენთაგანი არ მოინდომებს და იმიტომ განაღმერთს არ უნდა. კიდევ გიმეორებ, ღმერთი თითოეული ჩვენთაგანისათვის ყველასათვის გაეკრა ჯვარზე. მაგრამ განა ყველა იღებს უფლის გამოხსნელს ყველას. განა არ გინახავთ ათეისტები? განა არ გინახავთ ღმერთის გმობელი ადამიანები? საკუთარ დაბადების დღესო წევლიან ისეთი ადამიანები, სურო წუწუნებენ, სურო უბედურები არიან. არ გინახავთ ესეთი ადამიანები? მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გინახავთ და
შეიძლება ზოგიერთ თქვენ თავიც გეცნოთ. იმიტომ რომ რამდენია ესეთი, ხო, ანუ ვერ ხვდება რომ ბედნიერი და მადლიერი უნდა იყოს ყველაფრით, რაც გააჩნია მას ღვთისაგან. და გაგაჩნია ყველაფერი ადამიანო. ადამიანი ხარ. ღვთისგან შექმნილი მის ხატად და მსგავსად. ღმერთად შექმნილი ხარ. მეტი რაღა გინდა? გონიერება მოგანიჭა უფალმა. არჩევანის უნარი მოგანიჭა უფალმა. მეტი რა გინდა? და ამის გარდა კიდე ძალიან ბევრი რამე მოგანიჭა. არ არსებობიდან, უმყოფობიდან ყოფიერებაში შემოგიყვანა. არ არსებობდი, წარმოიდგინე და არსებობა მოგანიჭა. აი, უბრალოდ ადამიანი ამაზე არ ფიქრდება, იცი და მე რაღაცა რაც დრო გადის, უფრო და უფრო ფიქრობ ამ ყველაფერზე რა, აი. რას ნიშნავს რომ ღმერთმა არ არსებობიდან არსებობა მოგანიჭა? ეს რომ გაიაზრო ადამიანმა მთელი ცხოვრება მადლიერი იქნება ღვთისა რა. სულ არაფერი არ გაგაშდეს, არ სახლი ქონდეს, არც კარი ქონდეს. აი სულ გარე ცხოვრობდე, გაწვიმდეს, გათოლდეს. მარტო იმის გამო რომ არ არსებობიდან არსებობაში შემოგიყვანა და ეს საოცარი სამყარო გაჩვენა მარტო მაგის გამო იქნები ბედნიერი. თქვენ თვითონ დაფიქრდით, ნუ თუ შეიძლება მაშინ უფრო ბედნიერი იყო, როცა არ არსებობ. ხო საერთოდ ვერაფერს ვერ განიცდი, არ არსებობ რა და ღმერთმა მოგანიჭა არსება. და არა მხოლოდ არსებობა მოგანიჭა, მე ამას ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ განაც ცხოველად დაგბადა ამ ქვეყანაზე, არამე უსულო საგნად, ამ მცენარედ, ან ბაქტერიად, დაგბადა ადამიანად, გვირგვინად, ყოველგვარი ქმნილებისა, ვისთვისაც შექმნა მთელი სამყარო, ვისთვისაც შექმნა მთელი ზეციური იერარქია. აი ამ ყველაფრის ბატონ პატრონად დაგბადა შენ ღმერთმა და შენ უმადური ხარ? და შენ წუწუნებ და დრტვინავ ღვთის წინაშე? და რატო? იცი რატო? იმიტომ რომ ვიღაცას უფრო მეტი აქვს. იმიტომ რომ ვიღაცა უფრო კარგად ცხოვრობს ვიდრე შენ. იმიტომ რომ ვიღაცას ნაკლებით კივილი ერგო ამ ქვეყანაზე, ვიღაცას ნაკლები განსაცდელი შეხვდა, შენ რაღაცა ბევრი გერგო. და რატო? და იმის მაგივრად რომ ადამიანი ჩაუღრმავდა საკუთარ თავს, ჩაიხედა საკუთარ სულში, გამოიკვლიო ის მიზეზები, რის გამოც შეიძლება ეს განსაცდელები დაუშვა შენზე ყოვლად მოწყალე და მოსიყვარულე უფალმა, რომელსაც შენ ვერც კი წარმოიდგენ იმდენად უყვარ ხარ. შენი უძლური გონება ამას ვერ დაუშვებს და ვერ წარმოიდგენს, რამდენად უყვარ ხარ შენ ღმერთს, რომ შენი გულისათვის სისხლი დაღვარა, საკუთარი მხოლოდშობილი ძე გაწირა. და იმის მაგივრად რომ შენ დაფიქრდე ამ მიზეზებზე, რომ რის გამო დაგემართა ეს, რატომ დაუშვა უფალმა, რომელიც მოსიყვარულია, ღმერთმა, რომელიც სიყვარულია, რატომ დაუშვა შენზე მტკივნეული განსაცდელი? სიყვარულს სურს რომ შენ გეტკინოს, ეს წარმოუდგენელია, დაუშვებელია. ღმერთს არ სურს რომ ადამიანს ეტკინოს. მაგრამ ღმერთს ურჩევნია ადამიანს დღეს ამ დროებით ცხოვრებაში ეტკინოს, დამდაბლდეს და გამოფხიზლდეს და მერე მარადილ ცხოვრებაში არ დაისაჯოს. ვიდრე აქ ამ ქვეყანაზე უმტკივნეულო და უპრობლემოდ იცხოვროს ეს წამიერი და წუთიერი ცხოვრება და მერე მარადილულად დაიტანჯოს. ხედავთ ღმერთის საზომი როგორი განსხვავებულია? ჩვენ ხორციელი თვალით ვიყურებით და ხორციელად გამჟით ჩვენ ცხოვრებას. ღმერთს აბსოლუტურად არ აინტერესებს. ღმერთს მე ამაზე ჩვენ თქვენთან მისაუბრია. ღმერთს ერთადერთი ნიშნით აინტერესებს ადამიანის ხორციელი ცხოვრება, რომ ამ ხორციელ დროებით ცხოვრებაში ადამიანის ნება გამოვლინდეს და ადამიანის არჩევანი ჩამოყალიბდეს და დადგეს. რა უნდა მას? უნდა ღმერთი თუ არ უნდა? უერთგულებს უფალს თუ არა? არის თუ არა მზად გაიღოს მსხვერპლი? არის თუ არა მზად გაიღოს თავისი რაღაცა სულიერებისთვის? არის თუ არა მზად გაწიროს დროებითი მარადილისთვის? უღირს თუ არა ადამიანს ეს? აი მხოლოდ ამ ნიშნით აინტერესებს ღმერთს ადამიანის ხორციელი ცხოვრება, თორე ეს ხორცი, ეს თიხა, მიწა, რომელიც დროებით არის აღებული მიწიდან და ისევ მიწას უნდა დაუბრუნდეს,
როდის დაუბრუნდება თავის მიწას, აბსოლუტურად არ აღელვებს ვერც დამერწმუნეთ დამიჯერეთ რა. ერთადერთი რაც აინტერესებს კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დადგეს ადამიანის არჩევანი, დაფიქსირდეს, რომ რა უნდა ადამიანს, საით მიდის. ამიტომაც არის, რომ ვიღაცა გაყავს 20 წლის ასაკში, ვიღაცა გაყავს 30 წლის ასაკში, ვიღაცა გაყავს 50 წლის ასაკში, ვიღაცა გაყავს 90 წლის ასაკში, ვიღაცა გაყავს 105 წლის ასაკში, მაგრამ მოდი ღმერთის კომპეტენციაში ნუ ჩავერევით. ღმერთმა ყველაზე უკეთ იცის, ვინ როდის უნდა გაიყვანოს ამ ქვეყნიდან. და კიდევ ერთხელ შეგახსენებ, გაყავს იმ დროს, როდესაც ჩათვლის, რომ ეს ადამიანი ყველაზე მეტად ეხლა მზად რომ გავიდეს იმ ქვეყანაზე. მაგალითად, მოდი განვიხილოთ წმინდანების ცხოვრება. მაგალითად, იგივე საბა განწმენდილის, გრიგოლ ხანძთელის, რომლებმაც ვთქვათ, დიდხანს იცოცხლეს. და კიდე იყვნენ მამები, რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე მიიყვანა უფალმა. მოდი დავსვათ შეკითხვა ხარ. რატომ აცალა ღმერთმა? აი ვთქვათ, ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ვიღაცა ვიგინდა რას, იმიტომ აცხოვრებს ღმერთი, ვთქვათ, დიდხანს 80 წელი, 90 წელი, რომ მას სინანულის დრო მისცეს. ხო? რომ როდესაც ხედავს ღმერთი, რომ ამ ადამიანში არის რესურსი სინანულისა, რომ შეიძლება ამ ადამიანმა შეინანოს, მიხვდეს და აფიქრდეს თავის ოდებზე და შემოbrunდეს და გამოფხიზლდეს, ხო? იმ ადამიანს აძლევს ღმერთის სიცოცხლის საშუალებას. გასაგებია ეს. მივიღეთ, კი ბატონო, მაგრამ ეხლა შეიძლება ვიღაცას დაებოდოს შეკითხვა, რომ წმინდანს რატო აცხოვრებს მაშინ? დიდი ხნის განმავლობაში ადამიანს, რომელიც სიცოცხლეშივე წმინდანია. მას ხომ ერთი სული აქვს, როდის იხილავს უფალს, როდის წარდგება ღვთის წინაშე. მას არაფრად ჩალისფასად არ უღირს ეს ცხოვრება. ერთი სული აქვს, რომ თავის საყვარელ უფალთან წარსდგეს. და ეს თავისი დროებითი ხორცი, რომელიც მას მხოლოდ და მხოლოდ ამძიმებს და მეტი არაფერი და აბსოლუტურად არ ეძვირფასება. დიდი ხანია მზად არის, რომ დათმოს და გაიმეტოს ისე მიწისათვის. მაგრამ რატომღაც ღმერთი მაინც აცოცხლებს? 90 წელი, 100 წელი, 105 წელი, რატომ? აწვალებს? არიან ადამიანები, რომლებიც აი მაგალითად თან ისიც კარგად იცით, რომ განჭრეტილია წინასწარ ხო ადამიანის ცხოვრება ღვთისაგან. რა არჩევანი დადგება წინასწარ იცის ღმერთმა. იგივე გრიგოლ ხანძთელი ხა თქვენ გახსოვთ ალბათ და კურთხევაც მოგცათ მამაშალო, ნუ წაიკითხოთ მისი ცხოვრება კიდევ ერთხელ და გადახედოთ, რომ იცით ალბათ და გახსოვთ, რომ პატარაობაშივე იყო ნათქვამი მასე, რომ მოხუცებული იყო გონებითაო. და ისეთი სიბრძნე ქონდაო, რომ რასაც კითხულობდაო, აი საერო ფილოსოფოსების ლიტერატურასო, კეთილი რაც არის შეითვისისო და ჯერკვალი განაგდისო, ანუ რაც მიუღებელია, რაც საზიანო იქნებოდა მისი სულისათვის, იმას არ იღებდა და განაგდებდა და რაც სასარგებლო იყო, იმას ითვისებდა. თუ კი ღმერთმა იცოდა და რა საკვირველია იცოდა მისი ცხოვრება, რატო არ გაიყვანა თქვა 15 წლის ასაკში, 16 წლის ასაკში? ხო იცოდა რომ მის სიმტკიცეს არაფერი ბზარი არ შეეხებოდა. აიყურეთ რა შეასაქმე კეთილ ადამიანებო. ღმერთის განგება სხვადასხვა გვარია, ამიტომ გეუბნებით რომ არასოდეს არ უნდა ჩავერიოთ ჩვენ ღმერთის კომპეტენციაში, არასოდეს არ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე ის, რაც ჩვენი საქმე არ არის. ჩვენი საქმე არის ჩვენ ცხოვრებას მივხედოთ. რომ ჩვენი წუთისოფელი რაც მოგცა ღმერთმა, ისე განვლიოთ, რომ ჩვენთვის მაცხოვნებელი იყოს და არა დასაჯელი. იმ ადამიანს, იმ წმინდანს, იმიტომ აცხოვრებს დიდი ხნის განმავლობაში, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაგალითი და ნუგეში იყოს ხალხო. რომ სწავლება დატოვოს, სიბრძნე დატოვოს კიდევ უფრო მეტი. ხშირია სხვანაირი შემთხვევებიც პირიქით ხო? ბავშვობაში გაყავს ადამიანი ღმერთს. შეიძლება ცოტა ისეთი ჭაბუკობის ასაკში რატომ ხდება ესე? ესეც ღვთის განგებას ექონდებარება, ჩემო ძვირფასებო, არასოდეს არ წამოგცდეთ საყვედური, არასოდეს არ იდრტვინოთ ღვთის წინაშე, გახსოვდეთ რომ ღმერთი ისე განაგებს, როგორც თითოეული ადამიანისათვის საუკეთესოა. ის რაც არ ვიცით ჩვენ იმის გამო რომ დროში ვართ, მოქცეულები და შეზღუდულები და ვერ ჭვრეთთ მომავალს, ხო? ეს იცის ღმერთმა. ბევრჯერ მithქვამს ძალიან და კიდევ ბევრჯერ გაგიმეორებთ, რომ ღმერთის წინაშე მომავალი არ არსებობს. ღმერთი არ აზროვნებს ამ კატეგორიებით გუშინ დღეს ხვალ წარსული აწყო მომავალი. ეს ჩვენ ვართ დროში მოქცეული. დრო ქმნილებაა თვითონ და ამ ქმნილებაში ცხოვრობთ ჩვენ. დრო არის მონაკვეთი, რომელსაც გააჩნია დასაწყისის და დასასრულის, მაგრამ ეს არის ყოვლად აუცილებელი
ჩვენთვის მაცხოვრებელი პერიოდი, აი ეს დრო ზუსტად. აი აქ უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენი ნება, აქ უნდა გამოიწრთოს, აქ უნდა დადგეს ჩვენი არჩევანი, აი აქ უნდა გამოვლინდეს, რომ ჩვენ რა გვიღირს და რა არ გვიღირს. რისთვის ვართ მზად და რისთვის არ ვართ მზად, რისი დათმობა შეგვიძლია და რისი დათმობა არ შეგვიძლია. და აი ამ დროში რომ ჩვენს არჩევანს დავაფიქსირებ, იქ მე უკვე მარადისობაში აი იმ ნიშნით გავაგზავნებთ სწორედ ცხოვრებას რა. აი იმ ჩვენი არჩევანი. ამიტომ ეს დრო ჩვენთვის აუცილებელია. და ღმერთი როდესაც ჭრեց, რომ შეიძლება გაიყვანა 20 წლის ჭაბუკი, მაგალითად, სიცოცხლით სავსე, ჯანღუნით სავსე, რომელსაც არაფერი არ ემუქრებოდა ერთი შეხედვით რომ შევხედავდით, ხო თქვა? შეიძლება ვიღაცის ბრმატყვია მოხვდა. ან უცებ მანქანა დაეჯახა თქვა რომ გადადიოდა ქუჩაზე, ხო? და გარდაიცვალა. არის საშინელი ტრაგედია, ხო, ოჯახში, თქვა ხორციელი თვალით თუ შევხედავთ ამას, ოჯახში მისი ახლობლებისთვის, მისი მეგობრებისთვის, ნათესავებისთვის, ყველასათვის, ხო, ანუ საშინელება მოხდა, ხო? ჯანღუნით სავსე ახალგაზრდა ბიჭი უცებ გარდაიცვალა. მაგრამ მოდი აბა ღმერთის თვალით შევხედოთ. ნებისმიერ მოვლენას აქვს თავისი მეორე მხარე, ხო? მაგრამ ის მეორე მხარე რომ დავინახოთ, აუცილებელია რომ სულიერი თვალი გავახილოთ, იმიტომ რომ ერთი მხარე რა არის? ხორციელი და მეორე მხარე არის სულიერი. ჩვენ თუ გვაინტერესებს სულიერი, აუცილებლად სულიერი თვალი უნდა გავახილოთ, ის მეორე მხარე თუ გვაინტერესებს. თუ ჩვენ მარტო ხორციელი თვალით ვიყურეთ, ტრაგედიის მეც ვერაფერს ვერ დავინახავთ. სატირალის და საგლოვის და ნუ რა ვიცი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ საკმარისია გავახილოთ სულიერი თვალი, ნუ ყველაფერი დგება თავის ადგილზე. და ჩვენ დავინახავთ, რომ არც ისეთი დიდი ტრაგედია პავლე მოციქული თესალონიკელთან ერთ ეპისტოლეში პირდაპირ გვეუბნება, ჩვენ არერთხელ წაგვიკითხავს და არერთხელ მოგისმენია თქვენ. როდესაც მიცვალებულებისათვის წირვა ტარდება შაბათობით და შეკვეთილ წირვებზე, რომ როგორ გვეუბნება პავლე მოციქული, რომ ძმანო, არამსურსო უმეცრებაიო თქვენიო, რაითა არასწუხდეთ ვითარცა იგინიო მიცვალებულთა მათთვისო. ვითარცა იგინიო, რომელთა არა აქვთ სასოებაიო. არ მინდა რომ თქვენთვისო ისეთი დიდი ტრაგედია იყოსო ადამიანის გარდაცვალებაო, როგორც ისა იმ ადამიანებისთვის არისო, რომლებსაც სასოება არ გააჩნიათო ღმერთის, ანუ ღმერთის იმედი არ აქვთო, ღვთის რწმენა არ გააჩნიათო იმ ადამიანებსო და მათთვის ეს გამოუსწორებელი ტრაგედიაა, იმიტომ რომ ერთადერთი რასაც ხედავენ, რასაც ხელით ეხებიან, რასაც აღიარებენ, ეს არის ადამიანის ხორციელი ცხოვრება და მორჩა დამთავრდა ეს ხორციელი ცხოვრება და ვაიმე, უიმე. იმიტომ რომ ამის იქით ვერაფერს აღარ ხედავენ. არადარა საწყალია ადამიანი, წარმოიდგინეთ, ხო იცი რომ ადრე თუ გვიან დამთავრდება. ადრე თუ გვიან ხო იცი რომ ნამდვილად დამთავრდება. და რა საწყალი ხარ, ხო? აი განა რამდენი ხანი უნდა იცხოვრო? 80 წლისა, 90 წლისა გადახედავ შენ ცხოვრებას და ნახავ რომ წამია. და კიდე გინდა რომ ერთი 90 წელი იცხოვრო. და ხვდები მე შენ საცოდაობას. რომ ხორციელი თვალით რო იყურები, მხოლოდ რა საწყალი ხარ ღვთის წინაშე. მაგრამ კიდევ გეუბნებით რომ თუ კი სულიერ თვალს გავახელთ და იქიდან შევხედავთ, ხო? ყველაფერი თავის ადგილზე დგება. და უცებ აღმოვაჩენთ რომ ეს ადამიანი ღმერთმა შეიძლება იმიტომ გაიყვანა აი ეს ჯანღონით სავსე ჭაბუკი, რომ შეიძლება მას დიდი განსაცდელი ელოდა წინ. ისეთი განსაცდელი, რომელსაც შეიძლება ის ვერ გამკლავებოდა ვერასოდეს. და ისეთ საშინელ ცოდვაში ჩავარდნილიყო, რომ მე იქიდან ვეღარ ამოსულიყო მთელი ცხოვრება და უნანელი მომკვდარიყო. ჩვენ ეს ხო არ ვიცით ხალხო. მაგრამ ღმერთმა ხო იცის და რატო ყოფნის ამდენი თავხედობა რომ ღმერთის კომპეტენციაში ვერევით და ხშირ შემთხვევაში ღმერთს გმობთ, განვიკითხავთ, რატომ გააკეთა ესე, რატომ ღმერთმა ის რატომ? არ იცოდეთ ეშმაკისაგან შეკითხვა რა. არასოდეს არ უნდა დასვა კითხვა, რატომ? ყოველთვის უნდა გახსოვდეს ღვთისაგან, ყურში უნდა გესმოდეს, რომ იმიტომ. შენთვის რო უკეთესია იმიტომ. და არა მხოლოდ შენთვის. სხვა ვარიანტსაც გეტყვით, შეიძლება იმ ადამიანს სულაც არ ემუქრებოდა, ვთქვათ, რაღაცა ესეთი სერიოზული საფრთხე, შეიძლება არც ემუქრებოდა ცოდვაში ჩავარდნის, ვთქვათ, რაღაცა საშიშროება, აი ესეთი გამოუსწორებელი რაც გითხარით. მაგრამ შეიძლება ეს სწორედ ის შემთხვევაა, როგორც აგერ გრიგოლ ხანძთელზე მოგახსენებდით, რომ ღმერთმა განჭვრიტა და დაინახა, რომ ეს ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე შეძლებს უერთგულოს უფალს, უერთგულოს ჭეშმარიტებას.
თავის არჩევას მისთვის ჯვარცმული უფალი უყვარდეს მთელი არსებით და მისთვის გაიღოს ყველაფერი. შეიძლება ღმერთმა ეს განჭვრიტა და გაიყვანა, მაგრამ უყურე მაშინ რატო გაყავს დავსვათ შეკითხვა. გაიყვანა იმიტომ რომ მისთვის უკეთესი განაგო, იმიტომ რომ მოარიდა და მოაშორა და დაამთავრა მისთვის ეს წვალება და ხლაფორთი და საშინელი ცხოვრება. ანუ მისთვის ცალსახად მივიღოთ ესე რომ ის სწორი მოხდა, რაც მოხდა და მეორე მაშინ ისთვის ხდება, ისთვის გაიყვანა ოჯახის წევრებისთვის, დასაფიქრებლად, მათ გონზე მოსაყვანად, სინანულში ჩასაგდებად. შეიძლება ის კი იყო კარგი ადამიანი და შეიძლება ის კი მზად იყო დღესვე რომ წამდგარიყო ღვთის წინაშე და როგორც გითხარით განჭრიტა უფალმა მისი ცხოვრება რომ მისი არჩევანი მყარი იყო, უცვლელი იყო, არ შეიცვლებოდა არასოდეს და გაიყვანა და აცხოვდა. მაგრამ ნახეთ, ღმერთის განგება ყოველთვის კომპლექსურია, არ არის ისეთი წერტილოვანი მაინცსა და მაინც, რომ აი ერთ ადამიანზე იფიქროს და მეორე დაავიწყდეს, ესე არ არის. ესე ჩვენ ვართ. მაგრამ ღმერთი აბსოლუტურად ყველაზე თანაბრად ზრუნავს და აზრუნებს. რაც უნდა ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი და გაუგონარი იყოს და გაგვიჭირდეს ამის მოაზრობა, მაგრამ ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ აქ ღმერთია ლაპარაკი და არა ადამიანზე რა. და ღმერთმა დაინახა, რომ ის ბიჭი კი კაი ადამიანია, მაგრამ აგერ რაღაცა დედამის 27 აბორტი აქვს გაკეთებული და სინანული არ აქვს ამის გამო. მამამისია და თაღლითობით და მამაძაღლობით შეულოს ფულს, მთელი ცხოვრება და ამის გამო გონსმოსვას არ აპირებს, მოსწონს თავისი ცხოვრება, რომ ადამიანებს ატყუებს. და ამითი საკუთარი ცხოვრება აქვს მოწყობილი, ამითი ამაყობს კიდევაც. სინანულის ნატამალი არ გააჩნია, არც დედას, არც მამას. შეიძლება დაყავს, შეიძლება ძმა ყავს, ისეთი უწესო ცხოვრები და თითოეული მათგანი კმაყოფილია თავიანთი ცხოვრებით. და სინანულის ჩანასახიც კი არ არსებობს. არანაირი ალბათობა, არაფერი არ ემუქრება სამაგისო მათ, რომ სინანულში ჩავარდეთ. და ღმერთს ხომ მარტო ეს ბიჭი არ უყვარს. ღმერთს ხომ ისინიც უყვარს. ღმერთს ხომ უნდა რომ ისინიც ხონდნენ და გადარჩნენ. და ხედავ ერთი გასროლით იჭერს უცებ რამოდენიმე ადამიანს უფალი. ის ადამიანი მიყავს იქ, სადაც საჭიროა სასუფეველში, მოარიდებს აი ხორცელ ცხოვრებას და დაამთავრებს მისთვის და ბევრად უკეთეს რეალობაში გადაყავს და დანარჩენი ოჯახის წევრები ხიზლდებიან. იმიტომ რომ გვეუბნება ჩვენ ალექსანდრე ელჩაინოვი, რომ როდესაც ჩვენგან მიდის ახლობელი ადამიანიო და გვტოვებსო, იმ ქვეყანაზე გადადისო, ჩვენი ფასეულობების სულილება ხდებაო, ჩვენო უფრო მეტად ვრწმუნდებითო იმის რეალურობაში, რაც მანამდე არარეალური გვეგონაო და პირიქითო იმის არარეალურობაში, რაც მანამდე გვეგონა, რომ აი ეს არის და იმისიკით არაფერი აღარ არისო. და ეს ადამიანებიო ჩვენსა და იმ სამყაროს შორის უხილავ ძაფებს აბავენო. და გვაკავშირებენო იმ სულიერ სამყაროსთან, რომელიც არსებობაშიც კი ეჭვგვეპარებოდა ჩვენ მანამდე. მაგრამ ეხლა უკვე ვწმუნდებით, რომ ეს რეალობაა და სწორედ ეს არის ნამდვილი რეალობა, იმიტომ რომ ისევ გვიყვარს ჩვენი გარდაცვლილი ადამიანები, ისევ გვენატრებიან და საუკეთესო დასტურიო იმ ქვეყნიური არსებობისაო, სულისაო, სწორედ ეს არისო, როდესაც ჩვენ სიყვარულით გენატრება ისევ გარდაცვლილია, იმიტომ რომ თქვენ თვითონ დაფიქრდით, აბა, განალოგიკური არ არის, როგორ შეიძლება გენატრებოდეს ის და გიყვარდეს ის, ვინც უკვე აღარ არსებობს და გაქრა, ბუნებაში აღარ არის. ამაშია ზუსტად საქმე, რომ განა გაქრა და განა აღარ არის. უბრალოდ სხვა რეალობაში გადაინაცვლა. გარდაიცვალა. არ გაქრა. ადგილი იცვალა, სამყოფელი შეიცვალა. ხორცელი სამყოფელიდან სულიერ სამყოფელში გადავიდა. დროებითიდან მარადილში გადავიდა. მოკვდავიდან უკვდავში. ხრწნადიდან უხსნელში. და უკეთესი არ მოხდა? ხო კარგი მოხდა მის ცხოვრებაში. და შენთვისაც კარგი ხდება, ჩემო ძვირფასო. უამრავი მაგალითი შემიძლია ამის მოგიყვანოთ თქვენ. ძალიან ბევრი მაგალითი. როდესაც შვილგარდაცვლილი დედები, მამები გონს მოდიან და თვითონ ისეთ ცხოვრებას იწყებენ, რომ რა ვიცი, შეშურდება ნებისმიერ ქრისტიანს. და რომ არ მომხდარიყო ეს მათ ცხოვრებაში, არასოდეს აზზე არ მოვიდოდნენ და უნანელნი გარდაიცვლებოდნენ და წარწმდებოდნენ. ღმერთს ხო ეს არ უნდა. ღმერთს უნდა რომ ცხონდეს ადამიანი, ღმერთს უნდა რომ გადარჩეს. ღმერთს უნდა რომ გონს მოეგოს და არც ის არ უნდა ღმერთს რომ მშობელ შვილი წაართვას.
მაგრამ როდესაც ხედავს უფალი რომ სხვა გზა არ არსებობს ადამიანის გამოფხიზლებისა უშვებს აი ესეთ ყველაზე მძიმე განსაცდელს რომელსაც ეწოდება საკუთარი შვილის გარდაცვალებაც კი თუ კი ხედავს უფალი კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ აღარ არის ალბათობა აღარ არის შანსი იმ ადამიანის გონს მოსვლისა და იმ ადამიანის გამოფხიზლებისა ამიტომ აი ეს მინდა რომ იცოდე და ეს ყველაფერი კიდე მოვაყოლე რას ჩემო ძვირფასებო ხა შორს წავედით მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ საჭიროა ხოლმე საერთოდ მივყავართ უფალს მოვაყოლე იმას აი მუფლის იგავს და მის ბოლო სიტყვებს რომ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეული ყველანი ვართ მოწოდებული ჭეშმარიტ ქრისტიანობისკენ ყველანი ვართ მოწოდებული სრულყოფილებისკენ მაგრამ სამწუხაროდ ყველანი არ ვირჩევთ ჩვენ ამ გზას გვეზარება არ გვეთმობა ჩვენი რაღაცა ხორციელი სიამოვნებები უფრო მეტად გვიღირს უფრო მეტად გვეძვირფასება დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია ხვალინდელ ქათამს იმიტომ რომ ის ხვალინდელი ქათამი არც გვჯერა წმენდაც არ აქვს ის ქათამი არის არ არის იქნება არ იქნება ეს კვერცხი ნაღდია რა ხელს კიდე ხევი შეიძლება მოხარშო შეწვა შენია შენ ხელშია არ გინდა რა რო გაუშვა აი ხედავ მოთმენა არ გინდა არ შეჩერდე წაუსნიკერსე გაგახსენდათ არ გინდა რომ მოითმინა იმიტომ რომ დღეს გშია შენ და დღეს გინდა რომ შეჭამ მოწყურცხი და არ გინდა მარხვა არ გინდა მოთმენა რომ თქვა დაელოდო იმ ქათამს რომელიც ხვალე იქნება და ზეგი იქნება წმენაც კი არა და არც კი გჯერა რომ ის ქათამი იქნება არა და იქნება აუცილებლად იქნება ოღონდ შენ დაიჯერე ოღონდ შენ ირწმუნე და აუცილებლად იქნება იცოდე გჯეროდეს და გწამდეს მაგრამ ნუ ეხა ეს სათქმელად მარტივია მაგრამ ცხოვრებაში ცოტა რთულია მაგრამ ერთი რამე გახსოვდეთ ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ გავიმართებთ ისინაშე თავს ვერ გავიმართებთ იმიტომ რომ ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენი საზომისამებრ გვეძლევა ჩვენი საღვაწი ამ ქვეყანაზე როცა ხედავს ღმერთი რომ შენ შეგიძლია რომ აი ერთი ტალანტი გამოიმუშაო პირობითად ვამბობ ხო ისე უფლის იგავ შეგახსენებ მოგცემს ერთ ტალანტს რომ უფალს დაუბრუნო ორი და ეს იქნება შენი მაქსიმუმი და ღმერთი დაგასაჩუქრებს დაგაჯილდოებს როცა ხედავს რომ შენ გაქვს მეტი რესურსი მოგცემს 2-ს რომ დაუბრუნო 4 ან თუ დაჯილდოებული ხარ მოგცემს 5-ს რომ დაუბრუნო 10 მაგრამ ამასთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ ჩვენ რომ ღმერთი არ არის უსამართლო ღმერთი გთხოვს შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ღმერთი არ გთხოვს შენ რომ ჭიბზე მაღლა ახტიო იმიტომ რომ იცის რომ ვერ ახტები ჭიბზე მაღლა მაგრამ გეუბნება რომ ახტი იმ სიმაღლეზე სადამდე შეგიძლია მაგრამ მაქსიმალურად ახტი იوارჯიშე ღმერთი ეხმარება მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანს რომელიც მთელი არსებით ცდილობს შეცვალოს თავისი ცხოვრება თუ შენ ისე რა გინდა შეცვალოს შენი ცხოვრება ღმერთი არ დაგეხმარება აი გაგახსენებთ ერთ ეპიზოდს დღეს მომიწია კიდევაც მოყოლა ერთ ახლობელთან გაიხსენეთ როდესაც უფალი მიდის ღამე წყალზე მღელვარე ზღვაზე და მოციქულები არიან ნავში და მოციქულებს ეშინიან ჩვენ განვიხილეთ ეს კარგად საფუძვლიან განვიხილეთ ეს ეპიზოდი უბრალოდ შეგახსენეთ ეშინიათ შორიდან ჯერ მოლანდება გონიათ რა მე უფალი დაუძახეს რომ მე ვარ უგეშინიათო რა და თუ შენ ხარო ეხა პეტრე უცებ გულზე მოვიდა თუ შენ ხარო დამიძახე და მითხარი მიბზანე რომ მეც მოვიდეო შენთან მოდიო და პეტრეს რწმენა იმ წუთში სავსე იყო და წავიდა და გადავიდა და გაიარა წყალზე მღელვარე წყალზე მაგრამ საკმარისი იყო რომ პეტრეს რწმენა შეტყეული იყო და რამ შეარყია პეტრეს რწმენა მიაქცია ყურადღება უცებ დააფიქსირა რომ ვა ხარია ვა წყალზე მიდის უცებ გაახსენდა ფიზიკის კანონები რა რომ ეხა წყალზე ადამიანი არ უნდა მიდიოდეს ეხა ქვაც იძირება ადამიანის იძირება მიხვდა ეს უცებ რაციონალური გონება ამუშავა რა მაშინ დაიწყო ჩაძილვა და მიაქცია ყურადღება ღმერთი მაშინვე შველის არ შველის აი უკვე რო იძირება და უკვე რო ხვდება რომ იხჩობა აი მაშინ და როცა პეტრე ამოუშვეს პირიდან სიტყვებს რომ მიშველე უფალო დავინთქმებიო მაშინ მოკიდებს ხელს და ამოიყვანს და ისევ დააყენებს წყალზე და რას ეუბნება რა ისა შეურგულდი მცირედ მორწმუნეო ნახე წმენის ნაკლებობა საყვედურობს რომ სანამ შენი რწმენა მთლიანი იყო და ბზარი არ ქონდა
შენთვის ფიზიკის კანონები დაირღვა და შენ ამ ფიზიკის კანონებზე მაღლა დადექი და შეძელი რომ წყალზე გამოგევლო. მაგრამ როგორც კი შენს რწმენას ბზარი შეეპარა, იმ ბზარში წყალით შევიდა და დაიწყე ჩაძირვა. აი ესე ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო და უყურეთ, მანამდე რომ ამოეყვანა უფალს პეტრე, მანამდე რომ მოეკიდა ხელი და პეტრეს სახით ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი თავი მოვიაზროთ. ადამიანს ყოფნის იმდენი თავხედობა და უტიფრობა, რომ შეუძლია ღმერთს უთხრას, რომ რა გინდა, რას მშველოდიო რა, მე თვითონაც უშველიდი ჩემს თავსო რა. რაიგე? ამის მთქმელი იყო პეტრე, როგორც ჩანს. და ამის თქმელი ვართ ხოლმე თითოეული ჩვენთაგანი. ამიტომაც არის რომ ღმერთი, მე ამიტომ გითხარით რომ ღმერთი იმ დროს ეხმარება ადამიანს, როცა მთელი არსებით შეღაღადებს ადამიანი ღმერთს, რომ ღმერთო, აი დავინთქმი, ვიძირები და მიშველი პეტრესავით. თორე სანამ ადამიანი კმაყოფილია თავის ხურებით, მეტნაკლებად მაინც ყოველ შემთხვევაში და სანამ ადამიანი არ გრძნობს ღმერთის აუცილებლობას მის ცხოვრებაში, მანამდე ღმერთი არ ეხმარება ადამიანს. განამიტომ რომ ისი დახმარება არ უნდა. ღმერთს არათუ დახმარება უნდა ადამიანს. ღმერთს უნდა ღმერთის ნება, რომ ყველანი, ვისაც კი გვიარსებია დედამიწის ზურგზე და ვინც უნდა იარსებოს, კიდე ყველას ერთად მოგხვიოს ხელი და ყველა ერთად დავსვათ სასუფეველში. აი ეს უნდა ღმერთს. მაგრამ ესე არ გააკეთებს ღმერთი. არ გააკეთებს, იმიტომ რომ იცის ჩვენი უმადურობა. კარგად ახსოვს ღმერთს ადამი და ევა და მათი უმადურობა. გაიხსენეთ ადამი და ევას უმადურობა? შენ რომ ცოლი მომგვარე, იმან მაცდუნაო. აი შენ რომ მაგ ძმაკაცი გამიჩინეო, გველის სახითო, იმან მაცდუნაო. უმადურები. ის კი არა რომ სინანული გაჩენოდა და ღმერთო შეგვინდე გვაპატიე. არასწორად მოვიქეცი და მეც ესე აღარ მოვიქცევი. არა. იქით ღმერთს შეუტიეს რა და იმას გადააბრალეს რა, შენი ბრალიაო. თავის მართლება დაიწყეს. ადამიანის თავის მართლება ნახეთ რა. და შენ რო ჩემთვის ეს ქალი არ მოგიყვანა, მე ვიქნებოდი აქ ჩემთვის კარგად და არ სუნდებოდი რა. შენ ის ადამი არა ხარ, ბედნიერი რო იყავი, ევა რო შეგიქმნა? და მანამდე რომ მოწყენილი დაბოდიალობდი იმ სამოთხეში, ის ადამი არა ხარ? და მე რო უცებ გაბედნიერდი? და მადლიერი რო იყავი, საწავიდა შენი მადლიერება. ხედავ რა უცებ გაიმეტე ევა? და რა უცებ გადააბრალე იმასე ღმერთს, რომ შენმა მოცემულმა ცოლმა მაცუნა და ღმერთი აღარ დაუშვებს ამას, ჩემო ძვირფასებო. აღარ დაუშვებს უმადურობას და ამიტომაც არის რომ ღმერთს ყველაზე მეტად ზულს უმადურობა ადამიანში. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. გაასვათ ხო 10 კეთროვანის ამბავი. ერთი რომ მობრუნდა მარტო მადლობის სათქმელად, ისიც სამარიტელი, წარმართი. და დანარჩენიო არ განიყურნენო? უფალი ეკითხება. იმდენი ძალა ვერ მოძებნეს, სულ საკუთარ თავშიო? იმდენი კეთილშობილება რომ მოსულიყვნენ და მადლობა გადაეხადათო. მაგდენი ვერ მოიფიქრესო? და ეს უმადურობაც იცით როგორი რამეა? აი ღმერთს ზულს, როცა ჩვენ ვამბობთ ხოლმე, ხო, აი რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის არის საზიანო ხალხო. ღმერთს ზულს ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვაზარალებს, ჩვენ. თორე ღმერთს არაფერი არ აკლდება. ღმერთი არასოდეს შეურაცხყოფილი არ რჩება არავისგან. ღმერთი არასოდეს არ რჩება დამცირებული. ღმერთს ძალიანაც რომ მოიდომო, ვერაფერს ვერ მოაკლებ. ღმერთი თვით კმარია საკუთარ თავში. ღმერთი სრულყოფილი ნეტარებაა, სრულყოფილი ბედნიერებაა. შენ გჭირდება ეს და სიტყვები, რომ ღმერთს ზულს ესა თუ ის თვისება, უმადურობა, უკმაყოფილება, ვნება, ესა თუ ის სოდვა, ეს ნიშნავს იმას, ჩვენ ყოველთვის ესე უნდა გავიგოთ, რომ ეს ჩვენთვის არის საზიანო და იმიტომაც ზულს ღმერთს, იმიტომ ზულს ღმერთს, რომ ჩვენ უყვარვართ. და ის კიდე ჩვენი მტერია და ზულს როგორც ჩვენი მტერი, ისე როგორც ჩვენ. აი ჩვენ შვილი რო ყავს მაგალითად, ხო? და რო ვიცით, რომ ეხლა ჩვენ შვილს ყავს რაღაცა გარკვეული წრე მეგობრებისა, ხო? რომელიც ჩვენთვის მისაღებია. მაგრამ შეიძლება იყოს 1-2 ისეთი, რომელიც არ იყოს ჩვენთვის მისაღები, რომ ხედავდეთ, რომ იმ ადამიანს
უარყოფითი გავლენა ჩვენ შვილზე და ის რა თქმა უნდა ჩვენ არ გვიყვარს. და რა თქმა უნდა ჩვენთვის ის არასასურველი პიროვნებაა. არ გვინდა რომ ჩვენი შვილი მასთან მეგობრობდეს. ასე არ არის? აბა დედებო, გაიხსენეთ რა, მამებო. ესე არ არის? ბავშვობაშივე ვარიდებთ უკვე ჩვენ შვილს, როცა ვხედავთ რომ ვიღაცა მავნეა, ვიღაცა ცუდად იყენებს ჩვენ შვილს, ცდილობს რომ რაღაცა დაამციროს, ცდილობს რომ მოატყუოს, ცდილობთ რომ მოვარიდოთ ის, ხო? იმიტომ რომ ჩვენი შვილი გვიყვარს, კი შეიძლება ის ადამიანიც გვიყვარდეს. მაგრამ როდესაც ჩვენსაც ეხება ცუდად, უკვე აღარ გვიყვარს. ესე არის ღმერთიც. ოღონდ ღმერთი განა ადამიანებზე აზროვნებს ისე ჩვენგან განსხვავებით. ღმერთს ყველა ადამიანი უყვარს, მაგრამ ზულს ცოდვა, ზულს ყველა ვნება, რომელიც არის ადამიანის დაუმძინებელი მტერი. ჩვენ ხშირად ადამიანები გონია ჩვენი მტრები და ადამიანები კი არ არიან ჩვენი მტრები. ჩვენი ვნებები და ჩვენი ცოდვებია ჩვენი მტერი ხალხი. და ღმერთს სწორედ ეს ზულს. ღმერთს ზულს არა უმადური ადამიანი, არა მკვლელი ადამიანი, არა მეძავი ადამიანი, არა ცილის მწამებელი, არა შურიანი ადამიანი ხას უსვავ. არამედ ღმერთს ზულს უმადურობა, შური, კვლა, სიძვა, ცილის წამება, განკითხვა, თვისებების ზულს ღმერთს, რადგან ისინი ჩვენ საუკუნო ცხოვრებას გვტაცებენ. როგორც ჩვენი მტრები, ღმერთი მათ ისე აღიქვავს, როგორც საკუთარ მტერს, იმიტომ რომ ღმერთს გაიგივებულნი ვყავართ ჩვენ საკუთარ თავთან. იმიტომ რომ ღმერთმა სწორი სიყვარული იცის. ღმერთმა იცის ჩვენ როგორ უნდა უყვარდეთ. ჩვენგან განსხვავებით, ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული ვიცით, სწორად. მაგრამ ღმერთი გეუბნება რომ მოყვას ის შეიყვარე ისე როგორც საკუთარი თავი გიყვარს. ნუ გიყვარს მხოლოდ საკუთარი თავი. და როგორც საკუთარი დღეს დილით წირვა ჩავატარეთ შეკვეთილი და იქ იყოს სწორედ ნათქვამი პავლე მოციქულისაგან ეპისტოლეში რა. სიყვარულს ახასიათებდა პავლე მოციქული და იქ ამბობდა ზუსტად ამ სიტყვებს რა. რომ როგორია სიყვარული. რომ სიყვარულს არ ეშლება არსად არაფერი არავისთანო. ყველა ჯული, ყველაფერი სიყვარულის განმარტებაა. მოსიყვარულე გული ვერ მოკლავს, მოსიყვარულე გული ვერ იმრუშებს, ვერ მოიპარავს, ვერ მოიტყუებს, ისე რომ ვიღაცას რამე ავნოს, ვერ განიკითხავს, ვერ შეშურდება, ვერ მოუნდება სხვისი, ვერ, განა არ, ვერც კი შეძლებს ამას. იმიტომ რომ მასში სიყვარულის სისავსეა და ის სიყვარულის სისავსე არ მისცემს მის გულს საშუალებას, რომ რაღაცა ცუდით და ბოროტით აივსოს. და ამბობს ესეთ სიტყვებს პავლე მოციქული, რომ აღმასრულებელის ჯულისა ის სიყვარული არსო. ჯულს სიყვარული აღასრულებს. სიყვარული შეძლებს მხოლოდ ჩვენს ჯულის აღსრულებას, ყვანაერად ვერ შეძლებს, წარმოუდგენელია, ამორიცხულია. ეს ყველაფერი არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ჩემო ძვირფასებო და მინდა რომ დავფიქრდეთ, მე აი ხელსაყრელ მომენტს არ ვუშვებ ხელიდან, რომ აი ამ თემაზე არ გესაუბროთ, იმიტომ რომ იცოდეთ, რომ ჩვენ რაზეც არ უნდა ვისაუბროთ, რასაც არ უნდა შევეხოთ, აი ქვაკუთხედი, აი ეს არის ქრისტიანობის არა, რაც ეხლა ვსაუბრობთ რა. ეს თუ კარგად არ გავიაზრეთ ჩვენ, ისე არაფერი არ გვეშველება, ეხლა რაც არ უნდა მოვისმინოთ, ამდენი წიგნს არ უნდა წავიკითხოთ, ამდენი ფილმიც არ უნდა ვნახოთ, არ გვეშველება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენგან გარეთ დარჩება. ჩვენს მიღმა დარჩება და ჩვენ ვერ ცხონდებით, ჩვენ ვერ გადავრჩებით. რა ჯანდაბად გვინდა? არ გვარგებს. პავლე მოციქული ბრძანებს ესეთ ცოდნაზე, ცოდნა რომელიც სიყვარულს არ აძლიერებს ადამიანში და სიყვარულზე არ არის დაფუძნებული, განალაღებსო, ღმერთს განაშორებსო ადამიანსო. და რა გინდა? არაფერში არ გჭირდება მაშინ ესეთი ცოდნა. ცოდნა მაშინ არის კარგი, როდესაც შენში სიმდაბლეს აღვივებს. როდესაც შენ ღმერთს შეიმეცნებ და ღმერთის შემეცნება იცით რა არის და როგორ ხდება? საკუთარი უსუსურობის, საკუთარი არარავის ფონზე შეიმეცნებ ღმერთის დიდებულებას. აი ეს არის ღმერთის შემეცნება. და თუ შენთვის ამას არ ემსახურება შენი ეკლესიური ცხოვრება, მაშინ ძალიან საშიში მდგომარეობაში ხარ და გამოსაფხიზლებელი ხარ. გონს უნდა მოეგო, უნდა დაფიქრდე, რისთვის ცხოვრობ ეკლესიურად, რისთვის მიხვედი მოძღვართან, რისთვის იტეხავ ძილს და მიდიხარ დილით და დგები წირვაზე, რისთვის მარხულობ. ამ ყველაფერზე უნდა დაფიქრდე. კიდევ ერთხელ მინდა გითხრა და ამას ძალიან ბევრჯერ გეტყვით მე თქვენ. ქრისტიანობაში არაფერი არ არის თვითმიზანი.
არც ლოცვა, არც წირვაზე დასწრება, არც ზიარებაც კი. რაც ყველაზე უმაღლესი ის არის, რა თქვა, კულმინაციური ქმედება, ხო, ქრისტიანის ცხოვრებაში. ზიარებაც კი არ არის თვითმიზანი. ესეც კი საშუალებაა. აბსოლუტურად ყველაფერი ლოცვა, მარხვა, მუხტადრეკა, ღვიძარება, მოწყალება, ნებისმიერი სათნოება ადამიანის არის მხოლოდ და მხოლოდ საშუალება ადამიანისთვის ღმერთამდე მისასვლელი, მისი სულის სრულყოფამდე მისასვლელი. რომ სრულ ვიქმნეთ ჩვენ და მიუახლოვდეთ იმ მოწოდებას, რისკენაც უფალმა მოგვიწოდა, რომ სრულიყავით როგორც მამაი თქვენი ზეცათაიო სრულასო. და რატო გვეუბნება ამას? ჩვენთვის, რომ ჩვენ ვიგრძნოთ თავი ბედნიერად, კომფორტულად და ის დავიმკვიდროთ, რაც ჩვენ საერთოდ აღარ გვახსოვს, რისთვისაც ვართ შექმნილი, მარადიული უკვდავება და მარადიული ნეტარება. ჩვენ საწყლები, უბადრუკები, გამოკიდებულები ვართ ამ დროებით რაღაცეებს, იქ ვიღაცის რაღაცა შეგშურდება, ვიღაცამ რაღაცა მაგარი მანქანა იყიდა და აუ მე რატო არა მაქვს და იმას რატო ყავს, ვიღაცას რაღაცა კარგი სუნა მოასხია და იმის შეშურდება, ვიღაცას კარგი ფეხსაცმელი აცვია, ტანსაცმელი, ვიღაცას რაღაცა მაშინ ლატარიაში მოიგებს მილიონს და აუ იმა რატო მოიგო და აი ხო შეიძლება მე მომეგო. აი რა საწყლები ვართ ხალხო, რა საწყლები და რა მილიონი, რის მილიარდი ხალხო. ეს ყველაფერი ნუ თუ ვერ ხვდებით რომ როგორი დროებითია, როგორი მყიფეა, როგორი ერთჯერადია რომ დღეს არის და ხვალე აღარ იქნება. ის შეიძლება იყოს და შენ აღარ იქნები. და რა გინდა? გახსოვთ უფლისი გავი? კაცი იყო და დიდი მოსავალი მოუვიდაო ძალიანო რა და საგონებელში ჩავარდა სადაობინაო ეხლა ეს მოსავალიო და მე გადაწყვიტა რომ მოდი ძველ ბეღლებს დავანგრევო ყველაფერსო და ახლებს ავაშენებო დიდსო დავაბინავებ ყველაფერს კარგათო და მე ვეტყვიო ჩემს სულსო რომ აბა სულო ჩემო გაგსო დაუმჯებულიო მრავალი წლისო ეხლაო გადაიდე ფეხი ფეხსეო განისვენეო და იხარეო ბრიყვი და უფალი მიდის მასთან და ეუბნება უგუნურო. იცი რატოა უგუნური? იმიტომ რომ არ ახსოვს, რომ სიკვდილი შვილია. უგუნურო. ამას ღამესა მოგიღო სული შენი შენგანო. დღეს შენი სული უნდა წავიყვანო და ხორცს უნდა გავყარო და ეგე რომელ განიმზადე, ვისა იყოსო? ვისთვის გაამზადე ეგ ყველაფერიო? რა საწყალია ადამიანი? მილიარდელი იყო ბადრი პატარკაციშვილი რა ღმერთმა აწყობოს მაგრამ წაიღო რა მე 2 კვადრატული მიწის მეტი წაიღო რა მე ქვეყანაზე ხალხმა ისიც არ იცოდა მე როგორც სწორად მახსოვს რომ რაღაცა თუ სწორად მახსოვს რომ მილიარდელი იყო მილიონერად ითვლებოდა და აღმოჩნდა რომ 11 მილიარდი ქონია სადაც წაიღო რა მე თან არ დარჩა ოხრად ყველაფერი და რა გინდათ ხალხო, რა გინდათ, რატომ ფიქრობთ ამ დროებითის მოგროვებაზე? უფალი რას გეუბნებათ, გაიხსენე. ნუ იუნჯებთ საუნჯეთა თქვენთაო, ანუ თქვენ საგანძურს ნუ დააგროვებთო. იქო, სადაც შეიძლება ქურდვა მოხაროსო, ჭრჩილმა შეგიჭამოსო. თაგმაო დაგიხრასო და შეგიჭამოსო. ანუ რაზე ამახვილებს უფალი ყურადღებას, რომ ხრწნად საუნჯეს ნუ დააგროვებ. დროებიც ნუ დააგროვებ, რომელიც თვითონაც დროებითია და შენს დროებითი ხარ. ხორცს ნუ ეფუპუნები, ხორცზე ნუ ზრუნავ. ხორცზე ნუ ფიქრობ, ეს ყველაფერი დროებითია, წარმავალია, დღეს არის და ხვალე აღარ იქნება. სულიერზე იფიქრე, სულიერზე, თუ გინდა რომ წინ წახვიდე. სულიერია ის და სულია ის შენში, რაც არის უკვდავი და რაც არის მარადიული. ეხლა მე რო ამდენი ხანი ფეხზე ვდგავარ, რატო ვდგავარ, იცი? იმიტომ რომ სულია ჩემში. და ეს სული აძლევს ჩემს სხეულს კოორდინაციის უნარს. რომ ვიდგე გულს სული აძლევს უნარს, რომ ის იმუშაოს და ის სისხლის ცირკულირება მოახდინოს სისხლძარღვებში. სული აძლევს უნარს ჩემს გონებას, ჩემს ტვინს, თავისი უამრავი რაღაცეებით ნეირონებით და რაღაცეებით რომ იმუშაოს და მიაწოდოს სიგნალები სული მაძლევს უნარს რომ გემეტყველოთ და მოგაწოდოთ ჩემი სათქმელი სული გაძლევთ თითოეულ თქვენთაგანს იმის უნარს რომ იჯდეთ და მოისმინოთ თქვენი სხეულები კი არ მისმენს მე ეს სხეულები არაფერი არ არის დამიჯერეთ მე თქვენ სულის გარეშე მაცოცხლებელი არის სული აი როგორი შედარება მინდა მოგიყვანოთ როგორც აი
მანქანაში მაცოცხლებელი არის ძრავი, ხო? თუ ძრავი არ არის, ხა სავალი ნაწილი რაც არ უნდა გამართული კონდეს მანქანა, ვერ იმოძრავებს რა. ხელი ხო არ მიაწვევი და ესე ხო არ ატარებ, არა დამპედლებით, არა? ანუ ძრავი ჭირდება იმას. ის ძრავია ყველაფერი, რომელიც მას აი რაც არ უნდა სულ Rolls-Royce იყოს, ხო? აი $1,000,000 ძრავი თუ არა აქვს, ღირს, რა, ჯართია რა ჭროლებული. ვერ გადაადგილდება, ვერაფერს ვერ გააკეთებს რა. ესე არ არის? აი ესე არის ადამიანის ხალხო. ადამიანის ძრავი არის სული, რომელიც არ ჩანს. სული არის მაცოცხლებელი. სული არის სიცოცხლის მიმცემი ადამიანის ნებისმიერი უჯრედისათვის. ყველაფერს სული აცოცხლებს. სული აძლიერებს. სული აძლევს უნარს, მიწას, რომ იყოს ცოცხალი. მიწა ცოცხალი. წარმოიდგინეთ ახლა. აი ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანი ვართ ლამაზი მიწები. ღმერთისაგან კარგად ლამაზად მოზელილი. არ ჯერათ რომ მიწები ხარ? მიცვალებული არ გინახავთ? აი ეგ ხარ. მიწა ადამიანი სულის გარეშე. მაგრამ სულთან ერთად როგორი ცოცხალია და როგორი მაგარია და როგორი ყველაფერი შეუძლია და როგორი ამბიციები აქვს. ჩემო ძვირფასებო, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა და ჩვენ არაერთხელ შევეხებით კიდევ ამ ყველაფერს და სახარება როგორც გითხარით, აი ამიტომ არის საინტერესო, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აი ჩვენ მხოლოდ სახარებისეულ თხრობას კი არ მივყვებით, სახარებისეული სიუჟეტები, უფლის თითოეული იგავი და თითოეული მონათხრობი ჩვენთვის რაღაცა სტიმულია, რომ რაღაცა 1000 თემას შევეხოთ, რომელიც ჩვენ ცხოვრებას უშუალოდ ეხება. ჩვენში შემოდის თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრება წერია სახარებაში. თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრების კანონია სახარება. თითოეული ჩვენთაგანი ჩვენს თავს ვიპოვით სახარების ნებისმიერ სიუჟეტში. უბრალოდ ადამიანმა ეს უნდა მოინდომოს. ადამიანი უნდა მოიმართოს საამისოდ, რომ მოძებნოს და იპოვის აუცილებლად. მერტი აპოვნინებს. და მე მინდა რომ კიდევ ერთხელ ორი სიტყვით დაუბრუნდე დღევანდელ იგავს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე აეწყო, დღეს ამ იგავის მეტი ვერაფერი მოვასწარი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც არ იყო ურიგო და მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი, რომ გავიხსენოთ, რა არის არსი დღევანდელი იგავისა ჩვენს მიერ წაკითხვის. აი ამ მუშაკების შესახებ. რომ ადამიანი, აი მე ბევრჯერ მithქვავს ხოლმე ესე კერძო საუბრებში ადამიანებთან, რომ რაღაც პატარ-პატარა ბედნიერების საიდუმლოებები ვიცი მეთქი რა და პერიოდულად მოგაწვდი მეთქი და გეტყვი მეთქი. აი ერთ-ერთი ბედნიერების საიდუმლო. უყურეთ იყო ბედნიერი იმით, რაც გაგაჩნია. აი უყურეთ ეს ადამიანები, ის პირველი მუშაკის ადამიანები, რომლებიც უფალმა დაიქირავა თავიდანვე, უცებ გაუბედურდნენ რა. გაუბედურდნენ იმის გამო, არა და ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ. მთელი დღე ბედნიერად გრძნობდნენ თავს. გული უფანცქალებდა იმ ერთი ტალანტის, იმ ერთი დრაკანის მოლოდინში. რომ როდის მიიღებდნენ იმ ერთ დრაკანს და ალბათ გეგმები ქონდათ უკვე დაწყობილი, რომ წავიდოდნენ იმას იყიდიდნენ, ამას იყიდიდნენ, რაღაცა მარაგს დააგროვებდნენ, იმას ნახავდნენ, ამას ნახავდნენ. მთელი დღე მის მოლოდინში იყვნენ. და ბედნიერები იყვნენ მთელი დღე, მაგრამ ხედავთ, აი შური რას აკეთებს? სიხარბე რას აკეთებს ადამიანისა? რომ როგორც კი დაინახეს, რომ ვიღაცამ, რომელმაც მასზე ნაკლები იმუშავა, იმდენივე მიიღო, რაც მან, მაშინ გაუბედურდნენ. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა. გაუბედურდნენ იმის გამო, რომ დაკარგეს მადლიერება. აქედან ჩვენ დასკვნა გამოვიტანოთ. რა ყოფილა საწინდარი ბედნიერებისა? მადლიერება. უმადური ადამიანი ყოველთვის უბედურია. და მადლიერი ადამიანი ყოველთვის ბედნიერია. თუ აქამდე არ დააკვირები ხართ, ეხლა დააკვირდეთ. საკუთარ თავსაც და სხვებსაც. და ეს ჩვენშია, ხალხო. ეს იმაზე კი არ არის დამოკიდებული ჩვენ რა გვაქვს და რამდენი გაგვაჩნია. დამერწმუნეთ რა, მე აი მდელი გახლავართ რა და აღარც ისე პატარა ასაკის რა. და ბევრი ადამიანი მინახავს ძალიან. მინახავს უკიდურესად გაჭირებული, აი ქუჩაში რო ცხოვრობს. და პარკში რო სკამზე ძინავს. და ხან ასვალტზე.
გაშლილ ბუშლატაზე რა ესეთი ადამიანების მინახავს და მისაუბრია მათთან და მინახავს ბოლომდე დალხენილი ადამიანების რა ხორციელი გაგებით რო ვთქვა ამ ქვეყნიური გაგებით და მათ შორის კიდე დიდი დიაპაზონია ძალიან ბევრნაირი კიდე რა და დამერწმუნეთ რა ზუსტად ვიცი რასაც გეუბნებით ბედნიერება და უბედურება რაღაც ის ქონა არ ქონაში კი არ არის შენს დამოკიდებულებაშია შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს შენ შეიძლება იყო ბედნიერი და შეიძლება იყო უბედური შეიძლება გქონდეს ყველაფერი ხორციელი გაგებით მაგრამ იყო უბედური იმიტომ რომ იყო უმადური და არ ყოფნიდეს ის რაც გაგაჩნია და უფრო მეტი გინდოდეს და ითხოვდე ამას ღვთისაგან და აუცილებლად უბედური იქნები იმიტომ რომ ეშმაკი ყოველთვის დაგანახებს ადამიანებს რომლებსაც შენზე მეტი აქვთ და შეიძლება პირიქით შეიძლება არ გაგაჩნდეს არაფერი ხორციელად მაგრამ გქონდეს სწორი სულიერი ჭრეტა და იცოდე რომ ბედნიერი ხარ თუნდაც მარტო იმის გამო და მადლობ შენ შემოქმედს რომ არარსებობიდან არსებობა მოგანიჭა აი ამ სამყაროთ იტკბობის უნარი მოგანიჭა სამყაროს შემეცნების უნარი მოგანიჭა ღმერთის შემეცნების უნარი მოგანიჭა ადამიანის სიყვარულის უნარი მოგანიჭა თავისუფლების უნარი მოგანიჭა არჩევანის უფლება მოგცა როგორ შეიძლება რომ ამის გამო არ იყო ბედნიერი და ამას გარდა პლუს რამდენ რამეს გჩუქნის და რამდენ რამეს გააძლევს ას გჭირდება და ბევრსაც ისეთსაც არც გჭირდება როგორ შეიძლება რომ შენ ბედნიერი არ იყო ყველაფრის გამო ამიტომ კიდევ ერთხელ გეტყვი ბედნიერება უბედურება არა რაიმეს ქონა არ ქონაში არამედ შენს მადლიერება უმუდურობაში დევს და აი მაშინ უნდა ვეძებოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენ აუცილებლად ბედნიერები ვიქნებით თუკი ჩვენ ყველაფერი აი ვიქნებით უბედნიერესი მე მინახავს მაგალითად მე მყავს მეგობარი რა რომელსაც ყავს ბევრი შვილი და რომელიც ცხოვრობდა ერთ ოთახში და იყო ბედნიერი იყო მადლიერი ღვთისა მაშინაც როცა ერთ ოთახში ცხოვრობდნენ რა და საწოლები ერთმანეთზე ეწყოთ რა და არის ბედნიერი დღესაც როდესაც ღმერთმა ინება მე და საჩუქარი მისა და ბინები აჩუქეს ღვთისაგან პირდაპირ საჩუქარი მიიღო ღვთისაგან და იცით რატომ მიიღო იმიტომ რომ ღმერთმა დაინახა რომ ის იმ მცირედში კმაყოფილი და ბედნიერი იყო და სწორი დამოკიდებულება ჰქონდა და პირიქითაც გეტყვით აი მე მყავდა ერთი ახლობელი რომელიც გარდაცვლილია ну შეგნებულად არ დავასახელებ მის ახლს და გვარს იმიტომ რომ საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო და შეიძლება ბევრი იცნობდე და რაღაც არ მინდა რომ ისე გამოვიდეს მასე საუბარი რომელმაც მითხრა მაშინ ჯერ მგდელი არ ვიყავ მე და ისე საუბრობდით რა რაღაც სულიერი საუბრები ქონდა ხოლმე ერთმანეთთან 17 კვადრატულში ცხოვრობდითო 11 სულიო 17 კვადრატულში 11 სული თან ეს რაღაც 1 საათით კი არ იკრიბებოდნენ ცხოვრობდნენ თავის აღზარებულიან ყველაფრიანად იქ რაღაცა იტალიური სახლი გარეთ ეზოში სადღაც საპირფარეშო გარეთვე რაღაცა ხელსაბანი 17 კვადრატულში 11 სული ცხოვრობდით და ვიყავით ბედნიერებიო და ყოფნი და ვეწეოდითო და სტუმარს ვიღებდით ხოლმეო და სუფრას უშლიდითო და ყველანი ვეტეოდითო დღესო 250 კვადრატულში ცხოვრობო ცხოვრობთო 3 ადამიანიო და ვერ ვეტევითო აი სულიერი ბძენი ადამიანი იყო რა მიუხედავად იმისა რომ ეხა ეკლესიურ ცხოვრობით არ ცხოვრობდა და ძალიან მიყვარდა და დღემდე ძალიან მიყვარს და სულ იხსენიებ მას წარმოიდგინეთ ხალხო აი ამ ყველაფერს ხვდებოდა და ჭრედდა და მის ბიჭზე საუბრობდით ხოლმე მის ვაჟზე რომელიც რაღაცა ცოტა არეული ცხოვრებით ცხოვრობდა იმ პერიოდში რა და ნუ აი ამას მოვაყოლებდით ხოლმე და ერთხელ საუბარს მოყვა და ეს მითხრა რა აი სულ კმაყოფილოა რა ოქნა აღარ ვიციო რა დეჩემს და მამაჩემს ჩემთვის არაფერი არ დაუტოვებიათო რა არაფერი არ დაუტოვებიათ სოფლიდან რომ ჩამოვიდი მე თვითონ შექმენი ჩემი თავიო მე თვითონ შექმენი ყველაფერი რაც კი დღეს გამაჩნიაო ამასო ყველაფერი აქვსო და უმადურიაო და უკმაყოფილოაო და უბედურიაო რა და წამალზეც იკეთებს და რაღაცა უბედურად მიაჩნია საკუთარი თავი
აი ხედავთ ხალხო, აი როგორი კლასიკური მაგალითია რა. ესეთ იცით რამდენი შემიძლია მოგიყვანოთ? ძალიან ისე ცუდად თუ არ ჩამეთვლება რა, საკუთარ თავზეც გეტყვით რა. ბევრი არაფერი არ გამაჩნდა რა და მე რო დაოჯახდი 92 წელს. 92 წელს, როცა არაფერი არ გაგვაჩნდა ამ ქვეყანაზე რა. დაოჯახდი, ვიყავი სემინარის მესამე კურსელი გაღლეტელი სტუდენტი რა. გახურეტილი კაპიკიანი არ მეგდო ჯიბეში რა. მაგრამ დაოჯახდი რა. იმიტომ რომ ოჯახი მწყურობდა, იმიტომ რომ 8 წელი მწყურობდა, შრომა მწყურობდა, რაღაც აი თავდადება მწყურობდა, აი ოჯახისთვის მინდოდა დავხარჯულიყავი რაღაც გამეკეთებინა, ეს მინდოდა რა. მატერიალურად არ ვიყავ მზად. მე ბევრი მსაყვედურობდა. იგივე ახლობლები ოჯახის წევრები, თუ აი შენ დღეს ოჯახისთვის მზად არ ახა. არა მე ვთვლიდი რომ მზად ვარ. და იცი რატო ვთვლიდი რომ მზად ვარ? იმიტომ რომ მორალურად ვიყავ მზად. შინაგანად ვიყავ მზად. კი შეიძლება არ მქონდა ჩემი ბინა, ცალკე, შეიძლება არ მქონდა ჩემი სამსახური, შემოსავალი, მაგრამ შინაგანად მზად ვიყავი რა. და შექმენი ოჯახი. და ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი ტანჯვა, ძალიან ბევრი, აი რა ვიცი ახლა, განსაცდელი გამოიარა ჩემმა ოჯახმა. ძალიან ბევრმა წისქვილის ქვა მიტრიალა ჩვენს თავზე. ძალიან ბევრჯერ და ბევრნაირად ეცადა ეშმაკი რომ დაენგრია ჩვენი ოჯახი. უამრავჯერ. მაგრამ ღვთის მადლი და ღვთის წყალობით დღემდე მოვედით. 23 წელია. ღვთის მადლით ერთადაა. და უფლის მადლი და უფლის წყალობით ვიქნებით სიცოცხლის ბოლომდე რა. და რისი თქვა მინდა, იცი? მე მაშინაც ბედნიერი ვიყავი, როცა არაფერი არ გამაჩნდა რა. და მეზობლის გარაში ნავწყიდიდი. და ეხლაც ბედნიერი ვარ, როცა მღვდელი ვარ. და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გამაჩნია. ყველაფერი გამაჩნია, არც მე მჭირდება რა, აბსოლუტურად ყველაფერი. თავზე არც გადამდის და არც მინდა რომ გადამდიოდეს. არც არასოდეს დომებია. მაგრამ ღმერთი ყოველთვის იმდეს მაძლევს, რამდენი მჭირდება და იმდესაც მაძლევს, რომ იქით სხვასაც ხელი გაუმართო და დავეხმარო. მაშინაც ბედნიერი ვიყავი ხალხო და დღესაც ბედნიერი ვარ. მთელი იმ წლების განმავლობაში, იმ განსაცდელების დროს, იმ ტკივილების დროსაც ბედნიერი ვიყავი. ჩემ თავს კი არ ვიქებ, სწორად მინდა გამიგოთ უბრალოდ რა. დამოკიდებულება, ხედავთ, აი ტოჩკა ზრენია. რუსებს კარგი გამოთქმა აქვს ძალიან რა. აი საიდან იყურები შენ, საიდან ხედავ შენ ამ ცხოვრებას? რა ხედვა გაქვს? აი ეს განაპირობებს შენ ბედნიერება უბედურებას. შენი დამოკიდებულება ამ ცხოვრების მიმართ. აი ეს განაპირობებს, მეტი არაფერი. აი ამიტომ მინდა მოგიწოდოთ თითოეულ თქვენთაგანს რომ დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე. თითოეული თქვენთაგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა ბედნიერება. ჩვენ ყველანი ბედნიერებას ვეძებთ, მაგრამ არ ვიცით სად უნდა ვეძებოთ და არ ვიცით როგორ უნდა მივაგნოთ მას. აი პირდაპირ გეუბნებით. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით. ბედნიერება მადლიერებაშია. იყავი მადლიერი ღვთისა და მე გაძლევ გარანტიას რომ იქნები ძალიან ბედნიერი მთელი ცხოვრება. მაგრამ მადლიერებასაც სოდნა უნდა და სწავლა უნდა, გააზრება უნდა და სწორად შეხედვა უნდა შენ ცხოვრებას. სულიერად შეხედვა უნდა და იქნები სულ მადლიერი. გადავაჭარბეთ ჩვენს დროს 1-20 წუთით და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგი სამშაბათი, ეხლა სამშაბათი რომ მოდის, რა უწევს, რა რიცხვი ეხლა მაშინდელივით რო არ გამომივიდეს პუი. 19 მაისს მე მგონი არანაირი დღესასწაული და ის არ არის, ხო? ასე რომ ჩვეულებრივად სამშაბათს, ანუ დღეს ეხლა ხუთშაბათს იმიტომ ჩავატარეთ, რომ სამშაბათი ანდრეაობა იყო და დაგასვენით რა, ასე ვთქვათ, აღარ დავტვირთით ზედმეტად. სამშაბათს შევხვდებით შემდეგზე და ისევ გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს. დიდი მადლობა. Thank you.